Georgia has been granted a candidate status. ეს ისტორიული დღეა. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ უპირველეს ხოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას. გილოცავთ! ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ვაცნობთ ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი 3 წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები. Დურპასო, მეგობრებო, სრულ საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ახლა მე მინდა სიმბოლურად ვთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მშრალობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ბატონ ირაკლი კობახიძეს. Sičumertuc! Sadmildivant! Abara! ჩვენ ვართ ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საქართველოს სამართლის კოდექსის 150 მეორე ნაწილის არტიკლი გაგრძელებული დანაშაულების შედეგისთვის 4 წლის თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე
შეიწყალეთ ლაზარე შეწყალება ახლა დეტალებში არ შევამ გადაწყვეტილება მიღებული არის ახლა არის პროცედურები ახლა გვიყურე ხალბატონმა თაკომ კითხა 30-იან წლებთან დაკავშირებითო და კაი მეორა ამ საკითხში თინა ბოკუჩავა შეკითხვაც ანდრი რატო დაგაკავეს? უკეთოდ რატო დაგაკავეს? სიტყვის თავისუფლების. მოარიგოთ წესრიგის დამყარების დაცვის ფაქტები, ხალხი და მოხდა. ამით გაფორმებული ღონისძიებები იქნება კანონით გაფორმებული ღონისძიებები მასწავლებლის საფრთხე და სამოქალაქო სისტემის დასამარხებლად. დაიშალ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიმართ პოლიციელების ერთი ნაწილი იქ იყო ძალიან აგრესიული, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ვაჟა სირაც. საპატრულო ხელმძღვანელობას. და მისი უშუალო მითითებით მითხრეს რომ შეათრიეთ თუ ესე დაიძახა. ჩვენთან კი აკრძალული იქნება, არ შეიძლება. ჩართული იყო რომ თახთოს რომ მიიტანოთ. კი, მადლობთ. მოგესალმებით. ჩვენთან კი მართალია რომ აკრძალული იქნება ეთნიკურ ქორწინება ქალების და კაცების. მაგრამ რო წავიდეს აქედან საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში დაიწერა რომ ჯვარ და ჩამოვიდნენ და ჩვენ ცოლქმარი ვართ ახლაო. ჩვენთან როგორ იქნება ეს? მაინც რას ნიშნავს ქუთაისური გონება מחვილობა? არის ბისექსუალი, ანუ გაურკვეველია რეალურად, რამდენად რაღაც რომელი წესი მოწონს ცხოვრების სახელმძღვანელო იყოს ქართული ღირებულებების, რომელსაც ასწავლიდნენ იქნება სკოლაში და ამ ღირებულებებში იქნება იოჯახის ღირებულებები. მიგვიდებენ ევროკავშირში. ამაყა ჩვენი ბასეულობები, ჩვენი ევროპარლამენტარები, რომლებიც პატიმისები, ეხლა კარგად ძალდება. ევროპარლამენტარები გეუბნები არა მექანები არის.
მოვიყოთ ჰეტეროსექსუალი. იმიტომ მაინც უცხო სიტყვა და ეხლა მე ნორმალური კაცი ვარ და ჰეტეროსექსუალური მაინც მაშინებს, რა ვიცი. მადლობა. მიზანია საქართველოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული ღამურების, ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და იგლა ბერბიჯაჩილების ხელით იმართებოდეს. დღევანდელი საქართველოს არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველოს და არც იანუკოვიჩის უკრაინა. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დააგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. სამწუხაროდ არ მოხდარა ნაციონალური მოძრაობის როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეებრივი დაჯგუფების გასამართლება. არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოუტანოთ კაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი. არაფერი არ მტკივა, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის. ოთხმოცდასამი მომხრე 23 წინააღმდეგი პროექტი მე რომ მოსმენით მიღებულია.
კოლეგებო, მოგესალმებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნად ვაცხადებ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხი. გთხოვთ დავამტკიცოთ ეს დღის წესრიგი. ერთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მესამე მოსმენი 84 მომხრე 30 წინააღმდეგ კანონი მესამე მოსმენი მიღება. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს. წარმოუდგენელი და გაუგონარი რამე ხდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს 30-40 შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს.
განუხლოდ ვითარდება ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერისმოებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ყველა ხომისობის სოლიდარობით. და ნომერი 41 ქართული ოცნება 935.004, რაც გახლავთ 52.99%. Uneven playing field and undermine public and international trust in the possibility of a fair outcome. We join calls from international and local observers for a full investigation of all reports of election-related violations and urge respect for the fundamental freedoms of expression and peaceful assembly. We are enjoying your hospitality. Საიღო ჩვენი კონსტიტუციური უფლება და სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ვითხოვთ იმას, რომ მოგცეთ საშუალება ინდივიდუალურად ჩავაბაროთ განცხადებები.
ქუჩასა 17 მოგესალმებათ კატარელი, შემდეგ თემურ ქეჯბაია, შოთა არველაძე. ორი ერთი ჩეხეთის ნაკრების სასარგებლოდ, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბოლო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა, შესანიშნავი სტარტის შემდეგ, როდესაც ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვჩავით. რადგან აი ეს ჩანთები ჩვენი არაა. ეს ჩანთები არის ოლიგარქის. საგად მოასწორებს. აი ამ ხალხის სახური ხარ, ამ ხალხის სახელით, როგორც არჩეული პირი გეკითხებით, აპირებ თუ არა ყლის ჭაულის ავტომობილიდან გადაწყვიტეს რომ აქციის მონაწილეების ნორმებს რო გაიხდით და იმედს რო უყურებთ. რაღაცა განსხვავებულ კადრებს არ ხედავთ? იქ აქ რას ხედავთ და იქ რას გაიგეთ? იყო ესენი ოცნება? მივესალმები სტუმრებს, მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადრებს. დიდი მადლობა ნდობის გამოცხადებისათვის. გთხოვთ მოემზადოთ რეგისტრაციისათვის გთხოვთ ჩართოთ რეგისტრაციის რეჟიმი. პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, რომ ასე თამამა და ამაყად ლაპარაკობთ. მადლობა ყველას. მედიას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ბიძე და ყველას სახელით. გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაიალაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს.
პირველად უგუნა ჩამარხეს რაღაცა, შემდეგ კიბერზე დავგვიდი, დავეცი და შემდეგ რა ვიცი თუ 50 ადამიანი იყო და ნახევარი 10-15 წუთი შევსებული წიხლებს და იმათ მირყამდნენ, კარებთან გაჩერდნენ, ერთი წუთი და შემდეგ გაიქცა და ზევით ავიდნენ მესიკის ქუჩაზე. ესენი არიან მაკა მიაგლო თავდაც ხმელებს ხელი გაწიე სასტიკად არიან არცემები პოლიცია ადგილზე არ არის ანაში პირდაპირ ვიძახი ამას არანაირი გადამეტება ამას არ სჭირდება ყველა ლიფტები ანუ რაღაც არ გარიწოება რომ კონდეს ერთია მაგრამ პარალელურად სარგებელს ნახულობენ და მიახსნით რისამაცი კაცი მოვიდა დადარალებული მოვიდა მცემესო სიცხლებს არ შეხვაწინ კაც დედა თემაჩი მოყვა 30-მა კაცმა და შენი პასუხი არის რომ არ დაგინახია უყურებდი ბიჭო უყურებდი 30 კაცი დუბინკით როგორ მცემდა მარტოს მაგას უყურებდი და რომ მოვდივარ შენთან მეუბნები რომ კი გადავეცი რა გადაეცი ყავს დაყოლებინებ და მე გადაეცი რა მოხდა როგორც პოლიციელებს უყვებდი და დაზიანე აგე წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით ცემს და უყურებენ თო
ნაძვის დაცვა ინტერესებს შორის, სახელმწიფო ინტერესებს შორის სადიდგას, რომელ ადგილას. ადამიანის უფლებები ხომ არ არის შემცავი თვითონ აღნიშნავს. ცოტა ჰაერი დაუტოვეთ. ბატონი გიორგი ბუტიკაშვილი, ქალბატონი ანა ბუჩუკური, ბატონი გიორგი გაბუნია, ბატონი რატი იონათამიშვილი, ბატონი დავით კაჭარავა, ბატონი ვლადიმერ კახაძე, ბატონი გიორგი კახიანი, ბატონი პაატა კვიჟინაძე. ბავშვები როგორ უნდა მოვიდნენ, ეგ მაინტერესებს. ბავშვები უნდა შეაშინოთ. ვუა მოვიდა, ვუა. უებდა.
აი იმედისთვის აქ იმედთვის აქ. ხალხი რო არ არის. ო იმედს რო გადახსენდა მეგეთ რომ აი ნატო. ო რადიკალების კიდე ერთიო მის გამო გადაიდო ნადვისხის ათება ბავშვებს გადაეხობნენო. მოდი დავიშალოთ რა ძალიან არ არის პრობლემა არ არის ისინი მიდიან ყველაფერი არ არის პრობლემა ეს ბიჭები გაწვალებულები არიან ეს აბა თენაცა აი ბიჭები არას მო ერთი სიტყვა და დავიშალოთ გადაუხადოთ ეს გოგები ზეიდა აგვანები ტირა აი რა კორტოს გა ეგეთი ევროპა ყველი იყოს ყველი აი ხა როგორც იპარები ეგრე გაიპარებ საქართველოს ბაი ბაი ევროპის ბაი არის ევროპა სადარი არის ეს ევროპა არის მონეტი რა ამა თუნდაც რომ ჩვენ ღირსება წაგვეყონ ამა თუნდაც რომ ჩვენ ეკლესია წაგვეყონ ჩვენ ქრისტიანობას ჩვენ რაღაცა შეურაცხყოფა ამა თუნდაც ეს ყველაფერი და ვერ ღირსები ასეთი არიან მონეტი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარუდგენოთ შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ესენი გახლავთ 11 თანამდებობის პირზეა საუბარი ბატონი ვახტანგ გუმელაური, შინაგანსაკუთრებთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი ზვიად ხარაზიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, თუ კი რომელიმე მოხელეს წარმოიქმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან სახელმწიფო ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსაციას. ალბათო სალომე, რადიო თავისუფლების გამო. ხო ჩვენი არის. დადი თავი დამარები. ჩვენია ეს ჩვენია ვერ დააპატიმრებენ